სომხეთის რესპუბლიკაში ლორეს გუბერნიაში არჩილ ხაბაძის და რეგიონის მთავრობის წევრების ვიზიტი გრძელდება. დელეგაციის შემადგენლობაში აჭარის სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის და განათლების მინისტრები და ბათუმის მერია. დელეგაცია ვანაძორში ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს გამართავს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანილ სანაჰინისა და ჰაღ-პატის სამონასტრო კომპლექსების მონახულება. ეს არის ისტორიული ფაქტი საქართველოს რეგიონსა და სომხეთის რეგიონს შორის ეს პირველი ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოეწერა. აღნიშნული ხელშეკრულება მოგცემს საშუალებას განმავითაროთ ორ რეგიონს შორის მრავალმხრივი ურთიერთობები, როგორც კულტურის, სპორტის, განათლების, ტურიზმის მიმართულებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მე ვფიქრობ, ჩვენი ორი დაძმობილებული უკვე ქალაქების მანამდე და ეხლა მთლიანად რეგიონის ჩართულობის კუთხით ვფიქრობ, რომ ჩვენ კულტურული და სხვა მიმართულებით თანამშრომლობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ურთიერთობები ჩვენთვის არ ახალია და ძველია, მაგრამ ახალ ეტაპს იძენს და ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ. დღეს ბათუმის დელეგაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან ერთად ვიმყოფებით აქა. ვესწრებით ამ ღირსშესანიშნაობებს, დავესწარით ქალაქის დღესასწაულს და გვინდა რომ ეს ურთიერთობები უფრო გაღრმავდეს და რწმენაც გვაქვს იმისა, რომ კულტურული, ეკონომიური და სხვა სახის ღონისძიებები ჩვენ შორის უფრო მეტ გამოსახულებას პოვებს და უფრო მეტად განვითარდება, რაც მომგებიანი იქნება ორივე ქალაქისათვის, როგორც ვანაძორისათვის, ასევე ბათუმისათვის. მიმდინარე კვირიდან პარლამენტი 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვას იწყებს. საბიუჯეტო პროექტის და მასთან ერთად დაგეგმილი მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა თავდაპირველად კომიტეტებსა და უმრავლესობა უმცირესობის ფორმატში გაიმართება, რის შემდეგაც ბიუჯეტის პირვანდელი ვარიანტი პარლამენტში გამოთქმული შენიშვნებითა და წინადადებებით მთავრობას უკან დაუბრუნდება. გადამუშავებული საბიუჯეტო პროექტი კი პარლამენტში ხელმეორედ ნოემბრის დასაწყისში შევა. პარლამენტში წარდგენილი საბიუჯეტო პროექტის მიხედვით მთავრობის სარეზერვო ფონდი 20 მილიონით იზრდება და 70 მილიონ ლარში ადგენს. უცვლელი რჩება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, რომელიც მიმდინარე და მომავალ წელსაც 5 მილიონი ლარი იქნება.